H1N1 ვირუსის შემთხვევა თბილისში 42 წლის პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ატიპის გრიპი გახდა. ამავე ვირუსით ღუდუშაურის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. როგორც მედიკოსები ამბობენ, გრიპს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ახასიათებს. ქალბატონს აღენიშნებოდა რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, რომელიც აგრესიულად მიმდინარეობდა კლინიკაში მოთავსების შემდეგ. ოპერატიულად იქნა შეფასებული ამ პაციენტის მდგომარეობა და გაკეთებულმა ანალიზმა დაადასტურა A-ტიპის ვირუსის H1 ტიპის არსებობა. ეს აგრესიული მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ეს მკურნალობა უშედეგო გამოდგა და პაციენტი გარდაიცვალა. გრიპის შემთხვევების უმეტესი ნაწილი, როგორც წესი, სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გარეშე სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში გრიპი შეიძლება გართულდეს და კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალიც დადგეს. ამ ბოლო შემთხვევაში სწორედ ამასთან მქონდა საქმე, ეს იყო სეზონური H1N1 ყოფილი პანდემიური შტამი, რომელმაც